რომ გადავიდეთ პერფექციონიზმზე, იმიტომ რომ კარგო გოგოზე ლაპარაკი შეუძლებელია პერფექციონიზმის გარეშე. აი რა არის პერფექციონიზმი? ყველაფრის იდეალურად გაკეთების სურვილი თუ შეიძლება შიშთანაც იყოს გარკვეულწილად დაკავშირებული? საერთოდ იდეალურად რაღაცის გაკეთების სურვილი უკვე ნევროტულია და არსებობს დიდი რისკი, რომ თუ იდეალს გამოეკიდები, შეიძლება საერთოდ ხელფეხშეკრული აღმოჩნდე, იმიტომ რომ არ არსებობს იდეალი. იდეალი შეიძლება არსებობს, არ ვიცი, პლატონის სამყაროში, გამოქვაბულში. კი, მაგრამ აი აქ და ამჟამად რეალობაში, სადაც თქვათ ფანტაზიის ნაცვლად დედამიწაზე დაეშვები, იდეალური ერთადერთი ალბათ რაც არსებობს არის სიკვდილი. იმიტომ რომ სიკვდილი არის აბსოლუტური ნული. კი, ეს აბსოლუტიზმი თუ გაინტერესებს და სხვათა შორის ფროიდისგან რომ დავესესხო ეხა რაღაცეებს, რაც ეხა მახსენდება. აი ეს იდეალიზმი, პერფექციონიზმი და ეს ყველაფერი არის ჩემი აზრით და ჩემი გადასახედით, რაც ფროიდთან თქვათ წამიკითხავს, თანატოსის გამოვლინება და არა ლიბიდოს. ანუ იდეალისკენ წასვლა, რაღაცა პერფექციონიზმი ხო ისე ჟღერს, რომ თითქოს აი ძალიან ცოცხალია და რეალურად ეს არის უნდას სამეფო. ესე უნდა გაკეთდეს. ვის უნდა, რა საჭიროა ეს რომ იყოს უნაკლო, არ ვიცი. პირიქით თუ დავაკვირდებით სამყარო შეცდომით წარმოიქმნა.